ამასობაში საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა იქნება ამ ვიდეოს თემა. დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. ხო, მოკლედ მანიფესტზე დაიდო პეტიცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით. მოძრაობა თავისუფალი ტრიბუნა იწყებს ხელმოწერების შეგროვებას რუსეთთან დიალოგის დაწყებისკენ მოწოდებით. მოწოდებაა და არა მოთხოვნა. იგი რა წერია ახლა ამ პეტიციაში? დაიწყოს საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი. ჩვენ ქვემორი ხელის მომწონი თანახმა ვართ ხელისუფლებას თხოვნით მიმართოთ დაიწყოს დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან ყველა იმ პრობლემის გარშემო, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის დაგროვდა 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით. 13 მაისს დადებულა ეს პეტიცია, 100,000 ხელმოწერის შეგროვება იგეგმება, 9,000-ზე მეტი ხელმოწერა არის. ხელმოწერა მარტივად ხდება, აქეთ მარჯვენა მხარეს სახელი უნდა ჩაწერო, გვალი, ელექტრონული პოსტა და ქალაქი. ქვეყანა და ქალაქი და ხელმოწერას დააჭერდა, დაფიქსირდება ხელმოწერა. ხო, რა ვიცი, ლინკს ჩავაგდებ ამ მანიფესტის და ისაც სურვილი გექნებათ, რა ვიცი. დავფიქრეთ, ვიფიქროთ. ხო, რა ვიცი, რას ვკარგავთ? როგორც იტყვიან ხოლმე ცდაბედის მონახევრია. იქნებდა რაღაც გამოვიდეს. მე სავარაუდოდ მოვაწერ ალბათ ამას ხელს. ამ პეტიციას ჩემს დავაფიქსირებ. ხო, აიმის თქმა მინდოდა ამ ვიდეოში.